ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვა ხდება კულტურული სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და ანტიდასავლური ჯვაროსნული ლაშქრობების შენარჩუნების ფასად. თუმცა ეს ვასალიზაცია არ ნიშნავს სრულ ან უპირობო დაქვემდებარებას. როგორც გაბუები აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასაც კი აქვს გარკვეული სივრცე პეკინთან მიმართებაში მანევრირებისთვის. რუსეთი ასევე შეეცდება შეინარჩუნოს ავტონომიის იერსახე, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებში გადამწყვეტი ხმა ჩინეთს ეკუთვნის. პრაგმატულად და საკუთარი ინტერესებისგან გამომდინარე, პეკინი გააგრძელებს მზარდი ბერკეტების გამოყენებას მოსკოვთან დამატებითი დათმობების მისაღებად. რუსეთის ყველაზე მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომა, არქტიკისა და ციმბირის რესურსების სექტორებში შეღავათიანის შესვლა და მომავალში შესაძლოა რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვა ჩინეთის ისეთ მეტოქეებთან, როგორიცაა ინდოეთი ან ვიეტნამი. რა მომავალი ერის რუსეთს ამ ახალ როლში? გაბუები რუსეთის ხედვას ევრაზიის გიგანტურ ირანად წარმოგვიდგენს. ქვეყანა, რომელიც სამუდამოდ იქნება მოწყვეტილი დასავლეთს ტექნოლოგიურად უფრო ჩამორჩენილი და გამარტივებული ეკონომიკით. თუმცა ირანის მსგავსად ისიც სანქციების მიმართ მდგრადი დარჩება. ძირითად სექტორებში თვითკმარი და შეძლებს მოწინავე შეიარაღების პროგრამების შენარჩუნებას. რეჟიმი არ დაინგრევა, მაგრამ რუსეთი ფუნდამენტურად გარდაიქმნება. დაკარგავს თავისი მოქმედების ნაწილს და გადაიქცევა პეკინისა და ვაშინგტონის გლობალურ მეტოქეობაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. რუსეთისთვის საბოლოო ანგარიში ერთდროულად ტრაგიკულიცაა და ღრმად ირონიულიც.